რეკლამის შემდეგ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ, ეს არის ახალი ამბები 7-ზე. მოხეს სადაო შენობა, სადაო საკულტო ნაგებობის სტატუსი მიენიჭება. ეს გადაწყვეტილება დღეს ეგრეთ წოდებული მოხეს კომისია მიიღო 2 საათიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ მუსლიმ მრევლს მოხეს ცენტრში ახალი მეჩეთის ასაშენებლად ადგილს გამოუყოფენ. მოხეს კომისიის ხდომა დღეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა. იყო ორი ვარიანტი, პირველ კომისიის ხდომა და ჩვენ გავაჟღერეთ ის, რომელიც იყო მეჩეთი, სადაც ლოცულობდა მრევლის შეგვესყიდა და ჩვენ და ისევ გამოსული იყო მუსლიმთა სამმართველოს ბალანსზე, ეს არ იქნა მიღებული. გადავწყვეტეთ, რომ სოფლის ცენტრში, მოხის სოფლის ცენტრში აშენდეს მეჩეთი, რაც მოხსნის მრევლის ლოცვის პრობლემას, მაქსიმალურად მრევლის ინტერესები იყოს ჩართული შიგნით და ვეცდებით, რომ იყოს გადაწყვეტილი ობიექტურად. მიეცემა სტატუსი, რომ ის არის სადაო საკულტო ნაგებობა, მე მგონი ესე შევთანხმდით და გადაეცემა კულტურული მემკვიდრეობის ბალანსზე. მოიძებნება ადგილი ყველასთან ისე, რომ მისაღები იყოს როგორც მუსლიმი მრევლისთვის, ასე მართლმადიდებელი მრევლისთვის. ორივე მრევლის აზრი პირველ რიგში არის გასათვალისწინებელი.